მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთომღებრიშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემა კასპის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები. აქტუალური თემის სტუმარია სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე. სანამუშავროდ სტუმართან გადავიდოდე, მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, თუმცა მან გარკვეული მიზეზის გამო გადაცემაში მოსვლა არ ისურვებთ. პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში ჩართვისთვის. ირაკლი, როგორ შეაფასებდით კასპში არსებულ ვითარებას დღეის მდგომარეობით? მოგესალმებით, მადლობა თქვენ გადაცემაში მოწვევისთვის. პირველ რიგში იმას აღნიშნავ, რომ კასპის მერი, როგორც ვიცი, შედარებით კრიტიკულ მედიასთან არ გამოდის და არ ესაუბრება. იმიტომ რომ მას ასაუბრო არაფერი არ აქვს. ეს არის მისი სისუსტის, მისი პოლიტიკური კრახის შედეგი, რადგან კასპში არის უამრავი პრობლემა და ეს პრობლემები გამოწვეულია იმ კორუფციით და იმ ნეპოტიზმით, რაც იქ ხდება. პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური ნეპოტიზმი, სადაც ადამიანებს იღებენ სამსახურებში მათი პოლიტიკური შეხედულებებისამებრ. თუ კი ადამიანი არის ღიად ქოცი, ის აუცილებლად იქნება დასაქმებული და კასპის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს აიპის და სიპების სამსახურებში უამრავ მათგანს ნახავთ, რომლებმაც საერთოდ არ იციან რას აკეთებენ და საერთოდ ცოდნა არ გააჩნიათ იმისა, სადაც არიან დასაქმებულები. რომ მიხვიდეთ და კითხოთ, რომ რა ევალებათ, ამასაც ვერ გეტყვია. ეს ადამიანები ზოგი დასაქმებულია სპორტში, კულტურაში, ბაღების გაერთიანებაში, ყველა ბაღს ყავს თავისი ეგრეთ წოდებული ყარაული დაცვა, თავიანთი პარტიის წევრები, მათი ოჯახის წევრები ყავთ დასაქმებული, ასევე სპორტის სამსახურში ყავთ ისეთი ადამიანები კიდევ დასაქმებული, რომლებსაც საერთოდ არ იციან ფეხბურთი, როგორი ბურთით უნდა ითამაშონ, წვეტიანი ბურთია თუ მრგვალი ბურთია, 11-15-ზე თამაშობენ თუ 15-15-ზე. აი ასეთი ადამიანებით შედგება კასპის მუნიციპალიტეტი და გაბერილი შტატები, თუ ერთ ადგილზე უნდა მუშაობდეს ორი ადამიანი, მუშაობს მინიმუმ 5 ადამიანი, იმიტომ რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ამ ადამიანებს უხდიან ხელფასებს საქართველოს ბიუჯეტიდან. აი კასპში რომ უნდა გაკეთებულიყო მაგალითად თავის დროზე გაზი ერთაწმინდაში, ნოსტეში და ახალციხეში, ხო, და ამ სოფლებში არ გაკეთდა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აძღობენ ამდენი წლის განმავლობაში. 13 წლის მანძილზე რომ კიდევ გზებზე ვლაპარაკობთ და კასპის მერი ყოველკვირეულად ახალ გზებს აჩვენებს საზოგადოებას და მისი უტვინო ამომრჩეველიც იმაზე გვესაუბრება, რომ თურმე რამაგარი აღმშენებლობა მიმდინარეობს, აი 21 საუკუნის პირველი მეოთხედი უკვე სრულდება და ისევ საუბრობთ ჩვენ რაზე? ტრენაჟორებზე, სოფლებში დადგამენ ამ ტრენაჟორებს, სადაც არის ნარკომანიისა და ბირჟავიკების ბუდე, სადაც ეგრეთ წოდებული რაღაცა ბურბურატორები აქვს დადგმული და სავარაუდოდ ამ სოფლის გამგებლებიც კარგად кайფობენ, ჩვენზე кайფობენ საქართველოს მოსახლეობაზე, როგორ გვაბოლებენ. თავადაც კარგად ბოლდებიან ფიზიკურად და თეორიულადაც ჩვენ გვაბოლებენ, რაც ქვეყანაში ხდება. ასევე გზებს აკეთებენ თითქოს და ეს ადამიანები სხვათა შორის 2012 წლამდე ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, რომ გზები ეჭამათ, ან შადრევნები ეჭამათ, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. და იგივე პოლიტიკას ატარებენ. იგივე კორუფცია, იგივე სახეები, ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე იყვნენ იმ ხელისუფლების სათავეში ადგილობრივ დონეზე. იგივე ადამიანები არიან და ეგენი ჩვენ გვეძახიან ნაციონალებს და პირსისხლიან რაღაც იმას, რა ქვია, ნაცებს. აი მაგალითად კასპის მერი, რომელიც 2006 წელს დაიჭირეს ფულის მოპარვის გამო, რომელიც გაფლანგა თუ რა გააკეთა, არ ვიცი და იმ ფული ტრაქტორი უნდა იყიდათ კასპის მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც მაღალმთიან სოფლებში ზამთარში გზებს გაწმენდნენ, როდესაც იქნებოდა დიდთოვლობა, ეს ადამიანი დაიჭირეს და შემდეგ გამოუშვეს საპროცესოდ. დღეს ისევ ის არის კასპის პირველი პირია. ზურა კოპაძე, რომელიც ასევე 2012 წლამდე იყო კასპის გამგეობის თანამშრომელი და მაღალ ხმაზე ყვიროდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნეკნებს უნდა გადაემტრია და მისი მხარდამჭერები, დღეს კასპის მერის პირველი მოადგილეა. კიდევ საკრებულოში ჩემზე ვინც იძალადა და თქვენმა ტელევიზიამაც გააშუქა, კასპის საკრებულოში 2022 წელი იყო, სადაც
საკრებულოს აპარატის უფროსმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჭედლიშვილმა ჩემზე იძალათეს, ეს ადამიანები დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან, მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ, ისე აი ამ ძალადობის შემდეგ, სადაც პროკურატურამ დაადგინა, რომ იყო ძალადობა და მათ ბრალი წაუყენა და მე დაზარალებულად მცნეს, მაინც მუშაობენ იგივე ადგილებზე არიან და ეს ჭედლიშვილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო კასპიის საკრებულოს დეპუტატი და დღეს თურმე გვაჯერებს, რომ მე ყოფილი ვარ ნაციონალი, რომელიც 2012 წელსაც ვიბრძოდი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს უფრო მეტი შემართებით გვებრძვის საზოგადოებას და აგერ მედიის შესახებ კანონს იღებენ სასამართლოში, აღარ შეეძლებათ ადამიანებს გააშუქონ ის ცირკი, რაც იქ მიმდინარეობს და აი ამ ტოტალიტარული რეჟიმის პირისპირ რჩებით ხელცარიელი და რას გვეუბნებიან, რომ კასპში მაგალითად გზა არის საკმარისი და სტადიონია საკმარისი, სადაც ბავშვები აღარ იბადებიან და რამდენიმე წლის წინ კასპში სამშობიარო დაიკეტა. თუ კი ნოსტეში მაგალითად ვიღაცა ორსულად არის და მშობიარობა დაეწყება, ნოსტიდან უნდა წაიყვანონ ან თბილისში, ან უკეთეს შემთხვევაში გორში. ან მაგალითად ხოვლეში და სხვა სოფლებში. აი ამ რეალობის წინაშე დაგვაყენეს ამ ადამიანებმა და საზოგადოებას აჯერებენ, რომ თურმე განვითარება არის. განვითარება არის, სადაც ადამიანებს თავისუფალი გარემო აქვს, როგორც პოლიტიკური, როგორც ეკონომიკური, როგორც სოციალური, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც წარსულში იყვნენ სოციალურად დაუცველები და მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდა, მარჩენალი არავინ არ ყავთ. მაგალითად ასეთი არის სოფელია ასეთი კავთისხევის თემში, ეძახიან კარიერის დასახლება, სადაც 15-მდე ოჯახი ცხოვრობს და ერთ-ერთი არის დოდო ბაცანკალაშვილი, რომელსაც დახმარებას არ უნიშნავს კასპის სოციალური სააგენტო იმის გამო, რომ თავის დროზე ისინი გააკრიტიკა, რადგან მისი შვილი, რომელიც უკვე გარდაცვლილია, ციხეში იყო და რახან ციხეში დაიჭირეს, მოუხსნეს 50 თუ 40 ლარი. და ამაზე რახან ისაუბრა ჩემთან და ეს საჯაროდ დავდეთ ვიდეო, მას შემდეგ დახმარება აღარ აქვს და კასპიის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა პირდაპირ უთხრა და ამ ქალბატონმა თქვა და ამბობს, რომ ჩემთან ერთად იყო ჩემი მეზობელი, რომელიც იტყვის მოწმის სახით, რომ პირდაპირ უთხრა, გეკუთვნის დახმარება, მაგრამ არ დაგინიშნავთ. და მის განადგურებულ ეზოს და სახლს უთვლიან, რომ თურმე ის შეუძლია რაღაცა პროდუქტის შექმნას. ერთადერთი ქალი ცხოვრობს, არის ავადმყოფი, არის პენსიონერი, არ აქვს შემოსავალი, ძალიან ბევრჯერ გავაშუქეთ, ასევე მოზაიკამაც გააშუქა, კიდე სხვა საინფორმაციო საშუალებებიც იყვნენ, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს. ქართული ოცნება მხოლოდ ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც წინა საარჩევნოდ არიან ჩართულები იმ კრიმინალურ საქმიანობაში, რაც არის არჩევნების გაყალბება. აი ასეთი მდგომარეობაა კასპში. დიახ. ირაკლი, თქვენ ახსენეთ ასევე ნეპოტიზმი, კორუფცია. შეინიშნება თუ არა მუნიციპალურ ორგანოებში განათლების სიმცირეც? გააჩნია რა კუთხით გულისხმობ თქვენ განათლების სიმცირეს? აი მაგალითად ბევრ მუნიციპალურ ორგანოში არიციან თუ რა საკითხზე მუშაობენ, არიან სხვა სპეციალობის ადამიანები. თქვენ როგორ შეაფასებთ? აი მაგას ვამბობდი წეღან. ადამიანები მუშაობენ იმ სამსახურში, რომელიც ოდნავ არ აქვს. ის რომ შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს და სტადიონზე დადიოდე და საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდე, ამას საერთოდ ეს სხვა რაღაცაა. აი ასეთი ადამიანები ყავთ სპორტში დასაქმებული. და ეს იქიდან გამომდინარე ვიცი, რომ მე თვითონ მუშაობდი სპორტის სამსახურში და თავად თამაშობდი ფეხბურთს, ძალიან დიდი ხანი გავატარე მაგ სპორტ სკოლაში და შემდეგ უკვე დასაქმებული ვიყავ. და იქ ისეთი ადამიანები მუშაობენ, მაგალითად კულტურის სამსახურში, საერთოდ კულტურასთან რა შეხება აქვს ამ პიროვნებებს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ქართულ ოცნებასთან რომ ძალიან მჭიდრო და აქტიური შეხება აქვს, ეგ ნათელია, იმიტომ რომ იქ ერთად ვიყავით, თუმცა იმას ვიტყვი, რომ ახლა შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს კითხვა, შენ 2012 წელს იქ ყოფილხარ და რატომ წამოხედი და რატომ აკრიტიკებ, ჩემთვის არ ყოფილა მთავარი სამსახური, რომელიც მომცეს და ასევე ოჯახის წევრი დამისაქმეს. მაგრამ ეს ჩემთვის პრიორიტეტი არ ყოფილა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში როგორი გარემოა და რისთვისაც ვიბრძოდი, რომ ის სიტუაცია დღეს უფრო გაათმაგებული შემართებით და მეთოდებით გვებრძვის
საზოგადოებას დავინახე იგივე მოსამართლეები, თუნდაც მურუსიძე, თუნდაც ხარება, რომელიც მერაბიშვილის უკან იდგა მუხროვანის ამბოხის დროს და ორ გვამს იფხოდნენ, კიდევ დავინახეთ, აი უკვე დღეს კარგად ხედავთ, მაგალითად გელაძე, ნიქანაძე და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი ხა დეტალურად რომ არ ჩამოვთვალო და კასპშიც წერანაც ჩამოვთვალე კასპის მერის დამადობით, რომ ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც დღეს კასპის მერია და აი ასეთი ადამიანები სჭირდება სისტემას, უცოდინრები, რომლებიც არიციან რას აკეთებენ, მაგრამ კარგად იციან, რასაც დაავალებენ, იმას შეასრულებენ. საკრებულოშიც ასეთი ადამიანები ყავთ, რასაც დაუწერენ, წინასწარ იციან, მეილებზე გაუგზავნიან, რა უნდა გააკეთონ, მე თათბირ ჩაუტარებენ ქართული ოცნების ოფისში და შემდეგ გააქვთ მაგალითად გასაყიდად მიწები, ასევე ეგრეთ წოდებული დრაბილკები კასპში, აი როგორც ნადვის ხეს ასხია ხოლმე საახალწლოდ სათამაშოები, აი ეგრე ასხია კასპის მუნიციპალიტეტს ეგრეთ წოდებული დრაბილკები, რომლებიც გაცემულია ქართული ოცნების ბიზნესმენებზე, შემომწირველებზე, რომლებიც საარჩევნოდ ისინი ფულს წირავენ და ერთ-ერთი მე გავაშუქე ორი კვირის წინ, ეს არის სოფელი წინარეხი, სადაც მთას ჭრიან, ამას გარდა კიდე მე და ოთარ ქოსაშვილი, რომელიც მანამდე იყო ლეიბორისტული პარტიის საკრებულოს დეპუტატი იყო კასპის საკრებულოში, ერთად ვაპროტესტებდით კასპში სოლხოზის ჭალის ჩეხვას და ასევე სოფელი გომის მიმდებარე ტერიტორიის განადგურება უნდათ და უშუალოდ ოთარ ქოსაშვილის მონაწილეობით და ამ სოფლის მოსახლეობის ჩართულობით ეს შეჩერდა და ძალიან კარგია, როდესაც სოფელი არის გამოფხიზლებული და ოთარ ქოსაშვილმა ეს მოახერხა. თუ ასე იქნება საზოგადოება ჩართული ასეთ ამბებში, ძალიან კარგი იქნება და ჩვენი სახლი, ჩვენი ფუძე, ჩვენი ეზო, ჩვენი სოფელი იქნება გადარჩენილი იმ კრიმინალებისგან, რომლებიც გვინადგურებენ თავიანთი ჯიბის გასქელების ხალისები. დიახ. ირაკლი, რატომ არ დადიან ქართული ოცნების წარმომადგენლები ტელევიზიებში, მხოლოდ ერთეულ ტელევიზიებში დადიან? ეშინიათ თუ არა მათ თქვენი აზრით ხალხის კითხვების? მე არ ვიცი, ხა სავარაუდოდ თქვენ ეტყოდით, რომ ეს იქნებოდა გადაცემა, სადაც სხვა ადამიანებიც იქნებოდნენ მოწვეული და რადგან ხელისუფლების წარმომადგენელი არის მიწვეული, შესაბამისად ოპონენტებიც არიან და ამდენი ცოდნა კი აქვთ ამ ადამიანებს, რომ იქ იქნება კრიტიკული კითხვები, მაგალითად იმაზე, რომ კასპში აი ახლახანს გაიცა თუმცა იმიზეზე რომ ისინი არიან შეხვედრაზე და არ სალიათ. ხო, აი შვიცაძე რომელ შეხვედრაზე არიან, ეხლა გავიაროთ. მე უბრალოდ თბილისში ვარ, მაგრამ ნებისმიერ დროს გავიაროთ და კარგად დაინახავ. არა მარტო ბატონი ვახტანგისგან, არამედ სხვა მმართველი გუნდის წევრებისგანაც. როგორ ვერ გავიგე? არა მარტო ბატონი ვახტანგ მაისურაძისგან მოდის ასეთი პასუხები, არამედ სხვა ქართული ოცნების წევრებისგან, როდესაც გადაცემაში პატიჟებს. ხო, ეგეთი საქვთ, რა ქვია, დავალება, რომ არ უნდა მივიდნენ. თორემ მაესტრო რომ ჩამოდის, დაქირავებული თუ რაღაც რეპორტიორი რო არის, მოკლედ ქართული ოცნების სოციალური ის რო არის, სააგენტო რომ არის, ინტერნეტ სააგენტო. ის რომ ჩამოდის და ამ რაღაც ვითომ აღმშენებლობით პროექტებს რომ აჩვენებენ თავიანთ მედიაში, იმათან ხომ აქვს დრო? აი მონიტორინგთან, რომელიც ამ ბოლო დროს მე ეჭვმიჩნდება, რომ ის თავიდან ბოლომდე ქართულ ოცნებაზე მუშაობენ და მათ აღმშენებლობას ბჭყალებში გვაჩვენებენ თუ რა მაგარი პროექტები ხორციელდება. რატომ იმას აჩვენებენ? მაგალითად, აი ახლა ქრივიშვილი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად და მისი ნათესავი ლევან დემეტრაშვილი, რომელიც 2012 წლამდე იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და საკრებულოს დეპუტატი. შემდეგ 2013 წელს ეს ადამიანი დაიჭირეს იმის გამო, რომ მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა ისე როგორც ამას ტენდერი განსაზღვრავდა და მოითხოვდა და 2014 წელს საპროცესო შეთანხმებით გამოუჩვეს და შემდეგ უკვე ის კომპანია, რომელიც მის მეგობართან ერთად ქონდა დარეგისტრირებული, სახელი შეუცვალეს, თუმცა იდეა და მოტივი იგივე დატოვეს, რომ კასპის ბიუჯეტი უნდა შეეჭამათ კარგად და სხვათა შორის ეთყობა ფიზიკურად, რომ კარგად იკვებება ჩვენი ფულებით და ამ ადამიანს ახლა უკვე სავარაუდოდ მარიამ ქრივიშვილის დახმარებით მოაგებინეს 2 მილიონიანი ტენდერი. კაცი, რომელიც იჯდა ციხეში, კაცი, რომელიც იყო მხილებული ბიუჯეტის შეჭმაზე, ის რაც კასპის ბიუჯეტიდან გადაიხადეს, რომ წყალმომარაგება უნდა გაკეთებულიყო ახტალის
აი ეს ცნობილია წყალმომარაგება რომ დაინტერესდეს ნებისმიერი მედია კარგად ნახავს ამას და კასპის კრიმინალმა მერმა რომელიც ასევე იყო ეთქვა ამათ ძველი ნაცნობობა აკავშირეთ კასპის დღევანდელ მერს მის მოადგილეს ზურაბ კოპაძეს რომელმაც კასპში მიწები გადაიფორმა და მათი გამგებელი არის კავთისხევის თემის რომელმაც წინარეხში და აი მიმდებარე სოფლებში მიწები გადაუფორმეს იმ ადამიანებს ის ადამიანები არაფერ შუაში არ არის საერთოდ არ იცოდნენ სავარაუდოდ იმათმა რომ ვიღაცის იყო მაგალითად ერთი ოჯახი არის კასპში და არა მარტო ერთი მაგრამ მე კონკრეტულად ერთი ვიცი რომელმაც 2 თუ 3 სასამართლო მოიგო და ამ სოფლის გამგებელს თუ დეპუტატს ბრალი აქვს დაყენებული და პირობითით არის გამოშვებული იმიტომ რომ ადამიანებს მამაპაპისეული მიწები გადაუფორმეს სხვა ადამიანებს ალბათ ისიც მოგეხსენებათ რომ წინარეხში არაბებზე გაიყიდა მიწები და იქ რაღაცებს არაბულ ვილაიეთს აშენებდნენ და იქ არაბული სოფელი უნდა გაკეთებულიყო აი ამით არიან დაკავებული ფულის შოუნით არიან დაკავებული როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიქაუტაძე დაიჭირეს და ამაზე ლევან ხაბეიშვილი მაგალითად 1 წლის წინ საუბრობდა და პრეზენტაციასავით წარადგინა მისი კორუფციული გარიგებების შესახებ ანალოგიურად საუბრობ უკვე წლებია ვახტანგ მაისურაძეზე რომ არის კრიმინალი რომ ამ ადამიანის გარშემო შემოკრებილი შოთა ბეგლარაშვილი და ეს ადამიანები კასპში მიწებს ყიდიან მასობრივად აი ეს მიწები რომლებიც მამაპაპისეულა და ადამიანებს და უბრალოდ ჯერჯერობით ვერ გაიფორმეს იმიტომ რომ უდიდესი საშინელი ბიუროკრატიაა დამკვიდრებული და თუ ვიღაცა კაცი არ აკხავს და ეს ამზომველებიც მათი ისინი არიან ხალხი არიან და როგორც უნდათ რანაირადაც უნდათ მიწებს ჭრიან და კერავენ და აძლევენ იმათ ვინც კარგად გადაიხდის ერთი მოიკითხოს აბა იმან პროკურატურამ და ანტიკორუფციულმა სამსახურმა ტატო აბულაძე რომელიც არის ახალგიმის კავთისხევის თემის გამგებელი რას საქმიანობს ეს ადამიანი და რატომ დაინტერესდნენ თავის დროზე სამართალდამცველები როგორც მაგალითად ეხლა არის საუბარი იმაზე რომ კალაძეზე აქვს შემოლაგებული თაროზე საქმეები რომ თბილისში კორუფციული გარიგებები მიმდინარეობს აი ანალოგიური მდგომარეობა არის ვახტანგ მაისურაძეზე და კარგად იცის სუსმა ანტიკორუფციულმა და კიდე სხვა სამსახურებმა რომლებსაც ევალებათ რომ გამოიკვლიან უბრალოდ მათ სჭირდებათ ჯერ ეს ადამიანები აკეთებინებენ თავიანთ საქმეს და მე დარწმუნებული ვარ სანამ ნორმალური ხელისუფლება მოვა ლეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების სათავეში მანამდე არალეგიტიმური ქართული ოცნებას კი ძალიან ბევრ მათგანს დაიჭერს იმიტომ რომ ის წილები რომლებიც უნდა მიდიოდეს საერთო ეგრეთ წოდებულ ბიძინას ოფშიაქში არ მიაქვთ და როგორც მიქაუტაძე დაიჭირეს როგორც რიჟვაძესთან დაკავშირებით და როგორც ლილუაშვილთან დაკავშირებით არის ბევრი საქმე ალბათ ტომები არის სადაც ბევრი მოპარული ფულის შესახებ წერია თუმცა ეს ფული არა საქართველოს ბიუჯეტს არამედ ბიძინა ივანიშვილს უნდა მიუტანა აი 100 არის კასპში მაგალითად და მაგიტო არ მოდიან აი ხლა რო ყოფილიყო მოსული ვახტანგ მაისურაძე აუცილებლად შევეკითხებოდი რანაირად მისცა კრიმინალ ლევან დემეტრაშვილს ტენდერი რანაირად მისცეს უფლება ამ ადამიანს და რანაირად არის თავად კასპის მერი როცა არის კრიმინალი ნასამართლები და ტრაქტორის ფულის მოპარვაზე არის კაცი ქარელის მერი თუ არის ძროხის მოპარვაზე მხილებული და დაჭერილი კასპის მერი ტრაქტორის მოპარვაზეა კასპს რომ ერთით მეტი ტრაქტორი უნდა ყავდეს დღეს და აი ეხლა თითოეულობა რომ იყო ამზაფხულს და გურიაში რომ ძალიან ბევრი სახლი დაინგრა იგივე მდგომარეობა იყო კასპში მაგალითად გოსტიბის სოფელ გოსტიბეში სადაც ამბობდნენ რომ ტრაქტორი არ ყავდათ აი ამიტომ არ ყავდათ რომ კასპის მერმა მოიპარა დიახ ირაკლი როგორ შეაფასებდით ინფრასტრუქტურას კასპში რას გამოყოფდით უშუალოდ ინფრასტრუქტურის მხრივ გზები როგორც მაგალითად 2012 წლამდე კეთდებოდა ისე კეთდება იმას ვერ ვიტყვი რომ 2012 წელს უფრო მეტი გზა გაკეთდა ეხლა უფრო მეტი კეთდება ამას ყველა ვაღიარებთ მაგრამ ეს გზები კეთდება ძალიან ცუდი ხარისხით არანაირი რეგულაცია არ არსებობს მანდაც არის რა თქმა უნდა მოპარვა ლევად მოპარვა ჯიბეში დაშვება ამ ფულის აი ნებისმიერი გზა ვნახოთ მე თანახმავარ ქართული ოცნების წევრები წამოვიდნენ თქვენი ტელევიზია წამოვიდეს და გადავიღოთ რეალურ რეჟიმში გადავიღოთ რა მდგომარეობაში არის გზები რასაც აკეთებენ რასაც არ აკეთებენ მაგას თავი დავანებოთ რაც გააკეთეს ეგ
შემდეგ ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს რეგიონების განვითარების რაღაცა პროგრამა, სადაც თითქოს რეგიონები უნდა განახლებულიყო და კასპში ძალიან ბევრი კორპუსი ოღონდ ცენტრში ჩაუტარდა კოსმეტიკური სამუშაოები. ეს შენობები არის ავარიულ მდგომარეობაში, შიდა ფასადი არაფერი არ გაკეთებულა, არც სადარბაზოები გაკეთებულა, არც კარებები გაუკეთებიათ, არც ფანჯრები ჩაუსვიათ, არც ის ავარიული მდგომარეობა გამოუსწორებიათ, უბრალოდ ადგენენ გარედან შეღებეს, წაუსვეს შპაკლი, შეღებეს საღებავით და დაანახეს ხალხს, რომ თურმე რაღაცა გაკეთდა. მაგრამ აი ამ მდგომარეობაშიც საზოგადოებას ათხოვებენ. ამას გარდა კასპი კეთდება საცურაო აუზი. ნუ ცალსახად კარგია ახლა საცურაო აუზი რომ კეთდება. ამაზე მირა უნდა თქვა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კასპში წყალი რამდენიმე საათით მოდის, მე მიჩნდება ეჭვი, რომ წყალს თავის დროზე ვერ გამოცვლიან და სავარაუდოდ ბაყაყები იყიყინებენ. ხავს იმოედება ვერ გაწმინდავენ. აი მუნიციპალიტეტში, სადაც რამდენიმე მდინარეა, მაგალითად არის თეძამი, არის ლეხურა, ლამისყანის მიმდებარე და არის მაგალითად ქსანი და მტკვარი კიდე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარე. აი ამ მდინარეების პარალელურად ჩვენ წყალმომარაგება 12 საათიანიც არ აქვს, 24 საათიანს ვინჩილის. ამ პირობებში რაზე უნდა ვისაუბრო? როცა ყველაზე მთავარი და კონსტიტუციით გარანტირებული უფლება არის, რომ აქვს უფლება ცხოვრობდე ჯანსაღ გარემოში და ასევე ვიზრუნო მისთვის და ვიბრძოლო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის. მაგრამ არც კონსტიტუცია აინტერესებს, არც გარემოს დაცვა ხელმძღვანელობს კანონით განსაზღვრული ნორმები. აი, როდესაც მასობრივად გარემოს დაბინძურების ფაქტები გვექნება, როდესაც თვალნათელი იქნება და მე ეს ბევრჯერ მიჩვენებია საზოგადოებისთვის ვიდეო მტკიცებულებით. აი ესეთი ფაქტები იქნება და 1000 ლარი იქნება ჯარიმა, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ჰანიվել ცემენტი, რომლის მთავარი მოწილეც ასევე არის ტევ იმედის პრორუსი ირაკლი რუხაძე, ისინი არ გამოასწორებენ მდგომარეობას. იმიტომ რომ მათ სავარაუდოდ 100,000-ობით ლარის გადახდა მოუწევთ, რომ ეკოლოგიური მდგომარეობაზე არ იმოქმედოს მათმა ქარხანამ, ფილტრები ჰქონდეთ 24 საათიან რეჟიმში ჩართული და ის მანქანები, რომლებიც იტვირთება, ცემენტმზიდები, დატვირთვის შემდეგ რომ მტრიანდება, გარეცხოთ. ამას არ აკეთებ. ეს არის გარკვეული ხარჯები და გარკვეული ხარჯების არ გაღების გამო ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე კასპის მოსახლეობას აავადებენ და კლავენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კასპში ონკოლოგიური დაავადებების მხრივ უამრავი ადამიანი კვდება, ამაში მთავარი დამნაშავე არის აი ეს ქარხანა და კიდევ სხვა ქარხნები. არის ევროცემენტი, ჯერმან ცემენტი, რომლებიც ასევე გარემოზე ზემოქმედების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. უჩივის თუ არა დღეს ისევ მოსახლეობა ცემენტისგან დაბინძურებას? ბოდიში ვერ გავიგე. უჩივის თუ არა მოსახლეობა დღეს ისევ ცემენტის ქარხნისგან ჰაერის დაბინძურებას? როგორც ვიცი, ადრე უჩივის. თქვენი სიუჟეტებიც ნანახი მაქვს, სადაც გამოკითხვები ჩაუტარებიათ რეალეთს და ასევე კიდე სხვა ტელევიზიებს. თავარი პრობლემა რა არის კასპში? და აი რაზეც მე ვსაუბრობ. არის წყალმომარაგება და არის ეკოლოგიური მდგომარეობა. თუ ადამიანი ჯანსაღ გარემოში ვერ ცხოვრობს, ნუ ჩავთვალოთ, რომ იქ რო სულ თითო ოჯახს მილიონი ჰქონდეს შემოსავალი, აზრი არ აქვს, არანაირ წარმატებაზე საუბარი არ არის გამართლებული. და ჩვენ აქციების გაგვიმართავს. უბრალოდ ჩვენი მუნიციპალიტეტი არის პატარა, კასპში ყველას იცნობს, ასევე დაშინების მექანიზმი კარგად მუშაობს და აი ამ შიშის ფაქტორის გამო ადგილობრივ მოსახლეზე მეტი თბილისიდან ჩამოსული ეკოლოგები და მხარდამჭერები. აი ეს მდგომარეობა. თუმცა ის რომ მოსახლეობას აწუხებს ეკოლოგიური მწვავე მდგომარეობა, ამაზე ქუჩაში ლაპარაკობენ და ის ადამიანები, ვინც ბედავენ ამაზე ღიად საუბარს, ისინიც აღნიშნავენ. დიახ, ირაკლი, სოფლებში რა მდგომარეობაა? აი მაგალითად სოფელი ნოსტეში, რომელიც არის ისტორიული სოფელი, არ არის გაზი, ასევე ახალციხეში არ არის გაზი.
ასევე ნოსტის გალავანი, რომელიც არის გიორგი სააკაძის სამოსახლო, კოშკის მიმდებარე ტერიტორია არის განადგურებული და ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართულობით კიდევ არის წინა პლანზე წამოწეული, რომ რაღაცა შეიცვალოს ამ კუთხით. ასევე ახალციხის ციხე არის განადგურებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ნადგურდება. ამას გარდა კიდევ კავთისხევისკენ არის ხა აღარ მახსოვს ზუსტად ამდენ რაღაცას ლოგიკურია რომ ვერ დავიმახსოვრებ, არის შუა საუკუნეების დროინდელი კულტურული და აი მართლმადიდებლური ის არის, რა ქვია, ძეგლები არის, ეკლესიები დანგრეული, რასაც არ აქცევენ ყურადღებას. სოფლებში არ არის განვითარების საშუალება. როდესაც ჩვენს მუნიციპალიტეტში კასპში არ არის სამშობიარო, თქვენ წარმოიდგინეთ, არის სოფლები, სადაც მაღაზიები არ არის. მე ვნახე ერთ-ერთი მე მგონი ხო, სხვა ტელევიზიას ჰქონდა ეს ჩაწერილი. ჭოპორტის სოფელი ჭოპორტი არის, სადაც მაღაზიაც არ არის. 5 კილომეტრის იქით ყოფილა მაღაზია, ასევე ტრანსპორტი არ მიდის, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის. თბილისი ძალიან ცოტა, მაგალითად არის კავთისხევი, კასპი, ხოვლე. და კიდე ეს რა ქვია, ქვემოჭა. სხვა სოფლები არის. მაგალითად ეხლა თუ მიდის საოკუპაციო ზონასთან ახლოს სოფლები, ყარაფილა, ჩობალაური, რენე, ნიგოზა და ეგ სოფლები, მაგ სოფელში თუ უნდა წავიდეს, ვინმე აუცილებლად უნდა გაყვეს გორის მარშრუტკას. და ტრასიდან რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ ამ ადამიანებს, რომ საკუთარ სოფელში მიდიან. აი, როცა ეს პრობლემაა, როცა სოფლებში წყალი არ არის, ბევრ სოფელში არის, ახლა მაგას ვერ ვიტყვი. მაგალითად ამობე რომ გუდალიჩი თვითონ მაცხოვრებლები რომ 24 საათიანი წყალია. გაზიც არის, მაგრამ ნოსტეში ეს პრობლემაა. ასევე სადგურ მეტეხში ამბობენ რომ ძალიან დიდი პრობლემაა წყალმომარაგების არ არის. კასპის მერია რა ინფრასტრუქტურულ პროექტსაც დადებს რომ აი გავაკეთეთ ან ვაკეთებთ, იქ აუცილებლად ერთი კომენტარი არის, სადაც იწერება აი ამ სოფლიდან, სადგური მეტეხიდან, რომ არ არის წყალი და რომელი იმაზე ლაპარაკობენ. აუცე აი ეს პრობლემებია, ასევე დასაქმების პრობლემაა. დიახ, ეს ახალგაზრდები თუ არიან შენარჩუნებული მუნიციპალიტეტში? როგორ? ახალგაზრდები თუ არიან შენარჩუნებულნი მუნიციპალიტეტში? ახალგაზრდები კი არა, მოხუცი რომ გარდაიცვალოს, ყუბოს ამწევი კაცი აღარ დარჩა. ემიგრაციაში არიან წასულები. კასპში ერთადერთი დასაქმების რეალური საშუალება არის ცემენტის ქარხანა. ეხლა არავინ არ იფიქროს რომ ეს სიტყვაზე ცემენტის ქარხნის დახურვას ვითხოვ, რახან იმაზე ვსაუბრობ, ძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაზე. არა, პირიქით უფრო განვითარდეს რა პრობლემაა. და უფრო მეტად დაიწყოს ქალაქში ოპერირება, მაგრამ უნდა დაიწყოს ის ნორმები, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ხო და სოფლებში წარმოიდგინეთ, რა სამსახური უნდა იყოს. რაც შეიძლება იქ იყოს სოფლის მეურნეობა და მაგ კუთხითაც არ არის ხელშეწყობა. როდესაც დასალევი წყალი არ არის, რომელ არხებზე ვსაუბრობთ. და შემდეგ გასაღების ბაზარი რა არის? კასპის ბაზარი პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც მაგალითად საერთაშორისო დონით შეიძლება იყოს შეფასებული. კასპი არ არის მოსახლეობით იმხელა რომ სიტყვაზე ყველა სოფლიდან ჩამოიტანოს გლეხმა რაღაცა თავისი პროდუქტი და გაყიდოს. იმ პროდუქტსაც ხომ მოყვანა უნდა. აი წინა ხელისუფლების დროს რომ ამბობდნენ რომ 1 ლარი მიდის სააკაშვილის ჯიბეში საწვავიდან. დღეს 3 და 50-მდე ღირს საწვავი. 3 ლარს ნაკლები ყოველ შემთხვევაში არ არის ბრენდირებულ ბენზის გასამართ სადგურებზე. აი რას ეუბნებიან საზოგადოებას? ვინც ვიცით რამდენი მიდის ამათ ჯიბეში? ეგრეთ წოდებული აქციზი რომ დააწესეს და ლარი და 55 რომ არაფერში მიდის. ადამიანს რომელსაც ტრაქტორით აქვს მოსახნავი, რა უნდა გააკეთოს? ან რომელ ტრაქტორზე ვლაპარაკობთ? ბიზინა ივანიშვილი რომ დაპირდა თითო სოფელს, თითო ტრაქტორს. სად არის ერთი? თითო თემს მაინც მისცენ. აი კავთისხევის თემს მისცენ, მეტეხის თემს მისცენ, იგუეთის სამთავის რაღაცა ესეთი ის გააკეთონ, მაგრამ 10 სოფელზე ერთი ტრაქტორი არ მოდის და ისიც არის კერძო. და რიგში დგას ხალხი და სანამ მიწას დაამუშავებენ, მანამდე უკვე მოსავალი უფუჭდებათ და დაგვიანებულია რომ რაღაცა დათესვენ. განვითარება, რომელ განვითარებაზე ვლაპარაკობთ? სრულებით გაუნათლებელი ხალხი მართავს საზოგადოებას. თუმცა საზოგადოებაც ისეთივია, როგორიც მისი არჩეული, თუმცა რაღა არჩეული, გააყალბეს არჩევნები და მივიღეთ ის რეალობა, სადაც ცხოვრობთ და უდიპლომო და გაუნათლებელი, უზრდელი
ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ყავს მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც არც თუ ისე წარმატებული ფეხბურთელი. ქალაქის მერი ყავს თბილისში კახა კალაძე, რომელიც ბოღმის თხევით არის დაკავებული და სანამ ენერგეტიკის მინისტრი იყო, რა განათლება ჰქონდა ენერგეტიკის სფეროში, რა გააკეთა. გააძვირეს გადასახადები, დააწესეს რაღაცა ისინი გვერდით იმიდან, რა ქვია, დამხმარე გადასახადები და მოსახლეობას სული გააცალეს. ან თქვენი ქალაქის მერს, გორის მერს, ეხლა საიდანაც თქვენი მაუწყებლობა ხდება. ძალიან კარგი მოჭიდავე იყო და გვიხაროდა მისი წარმატება და მომავალშიც გაგვიხარდება თუ დაუბრუნდება თავის ბუნებრივ საქმეს. ხინჩაგაშვილზე მაქვს საუბარი. დიახ. რა იყო? ან იმას რა ქვია, პეტრიაშვილს. ძალიან კარგი სპორტსმენი იყო და მის წარმატებაზე ცრემლები წამოხსულია და მის წარუმატებლობაზე კიდე გვინებიულია რომ შესაძლებელი იყო медали მოეპოვებინა, მაგრამ პარლამენტში მითხარით ან ერთის ან მეორის ან სხვა სპორტსმენების კანონები, რა კანონი დააინიცირეს, ან რა განიხილეს, ან რა ეშველა გორს, მას შემდეგ რაც ეგენი პოლიტიკაში მოვიდნენ. საკანონმდებლო ორგანოა თუ სპორტ სკოლა კაცი ვერ გაიგებს. აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელი სოფლის განვითარებაზეა საუბარი. კაცი დაწერილს ვერ კითხულობდა ხინჩაგაშვილი. მაგან რა უნდა განავითაროს? დიახ. ირაკლი, როგორ შეაფასებთ კასპის მერსა და ხალხს შორის დამოკიდებულებას? კასპის მერსა და საზოგადოებას შორის დამოკიდებულება არის, აი ერთ-ერთი ხა მე არ მინდა სახელითა და გვარით დავასახელო, მაგრამ დაურეკა სხვა გამგეობაში მისვლა და საყედურნარევი საუბარი იყო რომ აი რატო აკრიტიკებს და რატომ არ მივიდა თუ რამე პრეტენზია ჰქონდა თავად კასპის მერსთან და რატომ ერთად არ განიხილეს. მე არ ვამბობ იმას რომ დააშინა არამე ჯერ ბოდიში და მაგის ერთი ადგილიც არ აქვს თავად მაგას. მაგრამ აი ასეთი დამოკიდებულება. მე ჩემთვის წარმოუდგენელია რაში სჭირდება არა მარტო კასპის მერზე, ზოგადად ყველაზე ვსაუბრო, მაგრამ კონკრეტულად ახლა ამ შემთხვევაში კასპის მერზე. რაში სჭირდება აი კომუნისტების დროს რომ იყვნენ რაიკომის მდივნები, მაშინდელი დივანი. საერთოდ მდივანი რაში სჭირდება, რატომ უნდა მიკონტროლებდეს ახლა ვიღაცა მესამე პირი ჩემი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან მივედი და უნდა შევხვდე. რიგის ნომერი რომ იყოს, რა, რიგის ნომერი ვერ გამირეგულირებს, პირველი უნდა ვიყო თუ მეხუთე? ან კაბინეტში რატო უნდა ვიახლო იმ ადამიანს, რომელიც მანამდე ჩემს კორპუსთან, ჩემს სადარბაზოსთან მოვიდა და მე ხვეწეოდა რომ ხმა მომეციო. რატომ არ დადიან ეს ადამიანები საზოგადოებაში და რატომ არ ისმენენ იმას, რა სჭირდება ხალხს? ოფისებიდან საქმე არ კეთდება, საქმე კეთდება ქუჩიდან. თან რა ყავის მომზადება იცის ამ მდივანმა ეგეთი რომ აი იმის რა ქვია დენიკინის დროინდელი ისინი ყავთ, ბრეჟნევის დროინდელი ხალხი ყავთ იმაში მუნიციპალიტეტის სათავეში. მე უპატივცემულოდ არ მოვიხსენიებ ამ ადამიანებს, მაგრამ როგორ კაცო 40-30 წლის განმავლობაში როგორ ვერ განვითარდა ჩვენი ერი, ანუ ეგრეთ უდავ გვაქვს საქმე, რომ ახალი თაობა ვერ წამოვიდა და საკრებულოს წევრები, რაღაცა იმის სამსახურების ხელმძღვანელები ვერ იქნებიან ახალგაზრდები? ახალგაზრდობამ ძალიან კარგად იცის რა სჭირდება მუნიციპალიტეტს და ქვეყანას რა სჭირდება. უყურებენ თუ არა პოლიტიკურ შეხედულებებს ირაკლი? როგორ? უყურებენ თუ არა ახალგაზრდების პოლიტიკურ შეხედულებებს, ამიტომ ხომ არ ხდება მათი დასაქმება? ან ამიტომ ხომ არ ახალგაზრდების კი არა, მთლიანად ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკურ შეხედულებებს უყურებენ. და ეს ადამიანები ხავთ, იმიტომ რომ კარგად აკრავენ ქართული ოცნების პლაკატებს. კარგად ატარებენ აგიტაციას. თუმცა რა კარგად ატარებენ? ნუ მათთვის კარგად თორე რეალურად არც მოქმედებს 35%-ზე მეტი მხარდაჭერა მათ არ გააჩნიათ. პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე არიან ესენი იქ დასაქმებულები და არავის არ აქვს იმის შესაძლებლობა და შანსი რომ დასაქმდეს სადმე. აი დასუფთავების სამსახურშიც კი არ დაასაქმებენ არავის შანსი არ აქვს. თუ მათი პოლიტიკური შეხედულებები არ გაქვს გაზიარებული და თუ კი სადმე კომენტარს დაწერ, ამოწმებენ. ჩვეულებრივი კგბ-სეული დამოკიდებულება გერმანული გესტაპოსავით არიან, ამოწმებენ ყველაფერს, სკრინავენ, ჯგუფები აქვს, სადაც ჩააგდებენ რაღაცა იმას, ან სთხოვენ რომ დაალაიქონ, ან სთხოვენ რომ დააჰაჰავონ და აი ესე ზომბები შემოვარდებიან და რა ქნან ახლა 300, 400, 500 ლარის დაკარგვის შიშით ისინი ყველაფერს აკეთებენ და ეგ კი არა ჩვენი სამშობლოს მტრები არიან არჩევნებზე დგანან და
იქ ადამიანებს უმოწმებენ ვინ რა ნომერი შემოხაზა. აი სანამ ეს კომუნისტური საბჭოური აზროვნება არ შეიცვლება, მანამდე ჩვენ არაფერი არ გვეშველება. სანამ ადამიანები საკუთარი კუჭიდან გამომდინარე იხემძღვანელებენ და ერთ რაღაცასაც ვიტყვი. აი ახლა ამ ვიდეოს ვინც ნახავს, დაფიქრდეს ერთ რამეზე, ძირითადად ახალგაზრდობასთან მაქვს მე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც ძალიან დავიჩაგრეთ 90-იანებიდან მოყოლებული, მე 93-ში დავიბადე და მახსოვს ყველაფერი ძალიან კარგად როგორი მდგომარეობა იყო და როგორ წაგვართვეს ბავშვობა წინა თაობის წარმომადგენლებმა, გარკვეულმა რაოდენობამ. რუსთაველი გადაგვიწვეს რაღაც სულიერი არ დატოვეს ქუჩაში, ხალხს გარეთ გამოსვლის ეშინოდა, ხედრიონი, კიტოვანის ბანდები თარეშობდნენ, დღეს მაგათი მემკვიდრეები არიან ხელისუფლების სათავეში, ეგენი განსაზღვრავენ ჩვენი პოლიტიკურ და სოციალურ ეკონომიკურ დღის წესრიგს და ეგენი გვარიგებენ ჭკუას, რომ თურმე ჩვენ ცუდი ახალგაზრდობა ვართ. რა გავაფუჭეთ ერთი რამე დაგვიტოვეს ამ ქვეყანაში გასაფუჭებელი? ჩვენი საზოგადოების მართლაც ნაღები ნაწილი, პედაგოგები, იურისტები, წასულები არიან საზღვარგარეთ, ქალბატონები და იტალიელების და ბერძნების მომლელები არიან და აღარ ვიტყვი კიდე იქ როგორი შრომისა და წვალების გადატანა უწევთ. და მამაკაცები კიდე თავად ვიყავი მე კრაკოვში, პოლონეთში წასული და კურიერად იქ ვმუშაობდი. რატომ ვმუშაობდი? რატომ არ გვაქვს ჩვენ განვითარების საშუალება? და აი იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ჩემი ტოლები არიან, ჩემზე პატარები არიან, თავიანთ განვლილ ცხოვრებას გადახედონ და მომავალში კიდევ რა იქნება, 10 წელში და მომავალში რა ელოდებათ. თავიანთი სახლიდან რომ გამოვლენ 5 წლის წინ, თავიანთი მეგობრები რომ უბანში ერთად თამაშობდნენ და კომუნიკაცია ჰქონდათ. გაიხედონ, მარცხნივაც გაიხედონ და მარჯვნივაც სამეზობლოში და შეხედონ ერთი. ეგ ადამიანები არიან კიდე უბანში და რატომ წავიდნენ ქვეყნიდან? იმიტომ რომ გაჭირვებას გაეხსნენ, ხო? ელემენტარულად არ ყოფნით. ინფლაცია არის ქვეყანაში და ადრე თუ ყოფნიდა თვეში 500 ლარი, ახლა 2000 ლარი აღარ ყოფნის. იმიტომ რომ გაზრდილია კომუნალურები გაგვიზარდეს. კაზინოები ყოლიფავს ამ ადამიანებს, საბანკო სესხები აუბედურებს. ეს საწვავის ფასებია, ანადგურებს ადამიანებს, მედიკამენტებია, ანადგურებს. რავი, ბიძინა ივანიშვილი დაგვირდა რომ ყველაფერს გააიაფებდა, მაგრამ ყველაფერი გააძვირა, იმიტომ რომ მას სჭირდება დამონებული ხალხი, რომლებიც არათუ განვითარებაზე, არამედ გადარჩენაზე იფიქრებენ და რომელი ადამიანის ფიქრობს რომ ხვალ რა შევჭამო, ეგ ადამიანი აქტიური ვერ იქნება და ხელისუფლებას ვერ გააკონტროლებს. აი ასეთი დაჩმორებული, დამონებული, გაუბედურებული, ეკონომიკურად სუსტი, არამდგრადი ოჯახები სჭირდება ივანიშვილს, რომელსაც ადვილად მართავს. აქამდე ლეგალიზაცია დაუშვეს იმის სუბუქი ნარკოტიკის და ეხლა თურმე ეს ანადგურებს საზოგადოებას. ნეტა ვინ მიიღო ეგ კანონი და წინა არ მინდა ეხლა მე ვინმე გაიგოს რომ წინა ხელისუფლებას რამეში ვაქებ, მაგრამ კარგად გვახსოვს ხო მაშინ მარიხუანის მოწევის გამოც კი ადამიანებს იჭერდნენ. და დღეს ადამიანებს შეეძლოთ მოეყვანათ მარიხუანა და მათი კანონის მიხედვით მოხდა ეგ და ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო და კობახიძე გვიმტკიცებდა რომ თუნე ქვეყანაში ტურისტი შეიძლება შემოვიდეს. რომ ჩვენ სხვა კუთხით ენძელა მაჭავარიანი თუ გუგული მაღრაძე გვიმტკიცებდა რომ ჩვენ არა ვართ რაღაცა დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სოფლის მეურნეობა განავითაროს, მაგრამ შეუძლია პლანი მოიყვანოს და აქ ევროპელები ჩამოვიდნენ თუ კიდე რავი სხვა ქვეყნიდან და აქ იბოლავენ რა. კარგად კი გვაბოლებენ ეს ადამიანები. და აი ახალგაზრდობას ვეუბნები, როგორი ქვეყანა გიდათ. პოლონეთში ტაქსისტები რომ იყოთ და ამერიკაში კიდე დორდაშზე რომ იმუშაოთ და ტრაილერის მძღოლები იყოთ. და რა ქვეყანას ვაშინოთ? მივდივართ უცხო ქვეყანაში ვქმნით დოვლათს და მოვდივართ ჩვენს ქვეყანაში. რა რჩება? საკუთარ ქვეყანაში ისეთი უსამართლობაა, თქვენი შვილები სად უნდა გაიზარდონ? იქ სადაც საჯარო სკოლებში უნდა იარონ, ჩვეულებრივ გაუბედურებულ საავადმყოფოებში უნდა უმკურნალოთ, იქ უნდა ამშობიაროთ თქვენი შვილები და მეუღლეები და ღარიბაშვილის შვილმა უნდა ისწავლოს პენსილვანიაში, ჩარტერული რეისებით უნდა გადააფრინოს მიუნხენში, ღარიბაშვილი იმის რა ქვია ყაველაშვილის შვილმა ციურიხში უნდა ისწავლოს, იქ უნდა იმშობიარო, ღუდუშაურმა შვილები იქ უნდა გაზარდოს ამერიკაში და ჩვენ უნდა დაგვიმტკიცონ რომ თურმე დასავლური ფასეულობები რყნის და ჩვენ სავსწავლოთ. კასპის იმაში რა ქვია საავადმყოფოში უმკურნალოთ? ეს არის ჩვენი მიღწევა? ეს არის ჩვენი განვითარება და ჩვენი ევროპული და დასავლური სტანდარტები? აი ეს რეალობაა. თუ არ გინდათ განვითარება, თუ არ გინდათ რომ თქვენმა შვილებმა წინ სიბინძურეში იცხოვრონ, აი რომ გამოდიხართ ქუჩაში და ნაგავი გჭამთ და გზები არის გაუბედურებული. ერთს აკეთებენ და მეორეს აფუჭებენ, აი ასეთ მდგომარეობაში თუ გინდათ ცხოვრება, ღმერთმა გაგიმარჯვოთ.
ჩემნაირი ადამიანები ნებისმიერ დროს წავალთ საზღვარგარეთ და ჩვენი იმდენი შეგვიძლია და იმდენი გვაქვს გამოცდილება და შესაძლებლობა რომ იქაც განვითარდეთ. უბრალოდ ჩვენ სამშობლოში გვინდა რომ ავაშენოთ ჩვენი სამოთხე. დიახ. ირაკლი, ახალი ეკონომიკის მინისტრი ყავს მარიამ ქრუიშვილი, რომელიც თუ არ ვცდები კასპიდან არის. ვინ არის მარიამ ქრუიშვილი და მისი დაწინაურება გაზრდის თუ არა უფრო კორუფციულ ჯაჭვს კასპის მუნიციპალიტეტში და ასევე ვინ არის ანრი ოხანაშვილი, გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდა ქართულ ოცნებაში. აკონტროლებს თუ არა შიდა ქართლს ანრი ოხანაშვილი? ანრი ოხანაშვილიც და ქრუიშვილიც არის ირაკლი კობახიძის კლანის წარმომადგენლობა. ღარიბაშვილის კლანი როგორც ჩანს ძალიან მიჯი ხნეს ბიზნესეული მეთოდებით და რასაკვირველია ხა კობახიძის კლანს წარმოადგენს ოხანაშვილი, ოხანაშვილის კლანს წარმოადგენს კიდევ სხვა დანარჩენები, თუნდაც ეხლა რომ დაგვინიშნეს ახალი გუბერნატორები თუ მათი მოადგილეები და თავიანთ გავლენებზე ფიქრობენ. ანრი ოხანაშვილის თუ ეყოლება თავის წარმომადგენლობა კასპში, ძალიან კარგ ფულს იშოვებს, როგორც ეგრეთ წოდებული დრაბილკებით, როგორც სხვა კიდე დამავიწყდა ტყეებს ჩეხავენ გოსტიბისკენ და რკონისკენ და კიდევ წინარეხისკენ დამავიწყდა იმ სოფლის სახელი თელადგორისკენ იქ მაცხოვრებელი ადამიანები ხვეწებოდა რომ გაგვეშუქებინა ყოველ დღე დიდი კრაზები დადიან და იქიდან ხეთყე გამოახვდა ანადგურებენ და აი ასეთ კორუფციულ ამბებში იქნებიან კარგად გარეული. რაც შეეხება ახლა ან ოხანაშვილის დანიშვნას სამართლებრივად, ამას არანაირი სამართლებრივი ჩარჩო არ მოეცებნება. ჩარჩოს გარეშე ესენი არიან კარწინკები. რუსული ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ არაღიარებული თვითმარქვია არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ქრუიშვილი მარიამი არის ისეთივე არალეგიტიმური როგორც კობახიძე. და ჩემთვის ეს ადამიანები რაღაცა სერიოზული პიროვნებები არ არიან. არიან დროებით, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს. ამაში ვარ დარწმუნებული. თუ ვინმეს გონია რომ ყველაფერი არის სამუდამო, აი ასე ეგონათ კომუნისტებს, ასე ეგონა შევარდნაძეს, ასე ეგონა ნაციონალურ მოძრაობას, ასე გონია ქართულ ოცნებას, ასე ეგონა სირიის დიქტატორს ბაშარ ალასადს, ასე ეგონა კადაფს, სადამ ჰუსეინს, ასე გონია კიდე ვლადიმერ პუტინს, მადუროს და კიდევ სხვა იმას დიქტატორებს, მაგრამ სამუდამო არაფერი არ არის. ქართული ფსიქოლოგია, ფსიქიკა და ქართული ხასიათი არის კავკასიური. არა რაღაცა შემგუებლური. ახლა შუა აზიელებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ იქ სხვანაირი შემგუებელი ხალხია. ჩვენს ქვეყანაში ეს არ გაუვათ, რაც უფრო გაიზრდება არალეგიტიმური ხელისუფლებისგან მოსახლეობის მიმართ წნეხი, მით უფრო გაძლიერდება საზოგადოებრივი, სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო გაძლიერდებიან პოლიტიკური აქტორები და თუნდაც ის რომ ახლა პოლიტიკოსებს იჭერენ. სამუდამო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი არ არის. და ჩვენ ვნახავთ ძალიან მალე ცვლილებებს. დიახ. ირაკლი, არის თუ არა ისევ კასპის მუნიციპალიტეტი ტატამი? ცნობილი განათქმა კასპის მუნიციპალიტეტზე. ხო, ამ იუმორისტულ შეკითხვას რაც შეეხება, ნახევრად იუმორისტულად, ნახევრად სერიოზულად ვუპასუხებ, რომ ტატამი გარკვეულწილად შენარჩუნდა. თუმცა ამ ტატამზე ერთი მხარეა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჭიდაობა სჭირდება ორი ადამიანი, ერთი ადამიანი დარჩა, იმან გაიმარჯვა როგორც ჩანს პოლიტიკურ ველზე, მარეხი ყამბეგაშვილმა, რომელიც სასაცილოა რა, აი არ ვიცი, ყოველთვის აი ეს ფაქტი მომაქვს ხოლმე კასპში, რა დონეზე არის კასპის მუნიციპალიტეტი, რომ მარეხი ყამბეგაშვილი არის ქვემო ჭალის რწმუნებული თუ რაღაცა, თუ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. და ის მეორე მხარე, რომელიც ამ ტატამზე იყო დაპირისპირებული მარეხის და კისრულზე ხან ერთი აგდებდა, ხან მეორე, ეხლა ოლეგიაძე, პატარა ბიძინად წოდებული კაცი, დანიშნეს, როგორც გავიგე, არ ვიცი, ეს ბრალდება არ არის. სავარაუდოდ რომც არ იყოს ამ ადგილზე დანიშნული ისურვებს და იტყვის რომ ჩემი შაქარიო, ჩემო ირაკლიო, ოლეგიაძე, როგორც ვიცი, ახალქალაქში დანიშნულია კორტების ხელმძღვანელად, დირექტორად. ტატამიდან კორტებამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა, ტატამიდან ასევე ქვემო ჭალის რწმუნებულებამდე თუ ამ სოფელზე რაღაცა თავკაცობამდე
კიდევ ნახევარი ნაბიჯი ყოფილა. კასპი კიდევ ძალიან ბევრი სამსახურია, სადაც ბოდიშით და ფეხების აშვერის ხარჯზე ბევრი წინააღმდება, არ ვიცი ხლა ამას თქვენ გაუშვებთ თუ არა თქვენს ეთერში, მაგრამ ეს არის ფაქტი. 2012 წლიდან დღემდე არის ამის შემთხვევები და ამაზე ღიად ვისაუბრებ, როცა მოვა ამისი დრო. როდესაც შეიცვლება ბინძური ხელისუფლება, სახელითა და გვარებით ვისაუბრებ, ვინ ვისი აგენტია, ვინ ვისი საყვარლობით და აი ესე ფეხების აშვერით გახდა კასპში თანამდებობის პირი და როგორ ანადგურებენ ჩვენს კასპს, როგორც ფინანსური ვნებების გამო, ისე თავიანთი სექსუალური ვნებების გამო. აი ეს არის რეალობა, სადაც ცხოვრობთ. და სხვათა შორის ამაზე ჩემი პირველი წიგნის დავწერე, როგორ იცინი საქართველო და ძირითადად ეს პოლიტიკური რომანია და სიტუაცია ხორციელდება და მიმდინარეობს კასპში და ძალიან კარგი იქნება თუ თქვენი მაყურებელიც თქვენი ძვირფასი საზოგადოებაც ამას აიკითხავს და ნახავს იმ პოლიტიკურ ვითარებას, სადაც კონკრეტულად კასპში უწევს საზოგადოებას ცხოვრება. დიახ. ირაკლი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსაც რომ შევეხოთ, არის თუ არა ქართული პოლიტიკა კრიზისში დღეს? ქართული პოლიტიკა კი არა, მთლიანად ქვეყანაა კრიზისში. როდესაც ქვეყანაში არის სათავე აყროლებული, შესაბამისად ქვედა რგოლიც იგივე მდგომარეობაში იქნება და სუნიაულა. კრიზისი არის ეკონომიკაში. ის ინვესტიციები, რაც შემოდიოდა, აღარ შემოდის. კრიზისი არის პოლიტიკაში. აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის დაჭერილი. სამოქალაქო აქტივისტების უმრავლესობა, ვინც აქტიური იყო, 60-მდე კაცი არის დაჭერილი. წეგან რაზეც ვისაუბრეთ, ინფრასტრუქტურაზე, სოფლებში განვითარების კუთხით, თუნდაც საავადმყოფოების ძალიან ცუდ მომსახურებაზე, თუნდაც სამშობიარო იმეების ამბულატორიების არქონაზე, თუნდაც აი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თემები. ანუ ყველაფერში არის კრიზისი. აი ამ პოლიტიკურმა, დიქტატორულმა კრიზისმა წარმოქმნა ქვეყანაში აი ეს ჯაჭვური დომინოს პრინციპით ყველა სფეროში ძალიან დიდი პრობლემები და საზოგადოებას აქვს ამის შესაძლებლობა, რომ ეს დაასრულოს. ირაკლი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ. თქვენ რას ფიქრობთ? ცალსახარ პოზიცია მაქვს მე, რომ არ უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ კი ქართული ოცნების ადმინისტრირებით ჩატარდება ისევ არჩევნები. ცესკო ისევ ქართულ ოცნებას ეკუთვნის, ამ ცესკოში მიიღეს კიდევ უფრო საშინელი კანონები, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლებს აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ რეგისტრატორების უკან დადგნენ და ნახონ პირადობა, მაგალითად ამომრჩეველი რომ წარადგენს, რეალურად ის არის თუ არა. ამასთან ერთად ითვლიან და საზოგადოებას წარუდგენენ იმ მონაცემებს, რაც მათ სურთ. ხალხი, რომლებიც 15 ჯერ იყვნენ კარუსელზე და ხმას აძლევდნენ სხვების მაგივრად, ამას ვერავინ ვერ უზრუნველყოფს. ასევე, როდესაც ამბობს შენ პოლიტიკური პარტია, რომ არ აღიარებ ამ ხელისუფლებას და არის არალეგიტიმური, შესაბამისად არალეგიტიმური ხელისუფლება ლეგიტიმურ არჩევნებს ვერ ჩაგიტარებს. აი ამ საკითხში ქონდა კონკრეტულად მე ლელოსთან აცდენა, მე ვიყავი ამ გუნდის კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, წინა არჩევნებზეც რა თქმა უნდა ვედექი კასპის ორგანიზაციას სათავეში და ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო, ეს არჩევნები აღიარებული არ არის, მანდატებზე თქვენს უარი და დღეს ამ პარტიის ლიდერები, რომლებიც ხედან ციხეში, მარწმუნებენ იმაში, რომ თურმე ამ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და თბილისი შეგვიძლია წავგლიჯოთ. თბილისი რას გვაძლევს? როდესაც მაგალითად თურქეთში გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის ყველა დიდი კი არა, პატარა ქალაქები წააგო ერთოხანმა. და რეალური შანსი გაჩნდა იმისა, რომ საპარლამენტო გზით დამთავრდეს მისი მმართველობა. და სტამბოლის მერი იმამოღლუ არის ციხეში და ნებისმიერი ვიღაცა X პიროვნება, პეტრე იქნება თუ პავლე იქნება, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს თბილისში რას გვაძლევს? ასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ხელისუფლება აქვს ოცნებას. და რა?
პოლიტპატიმრები, რომლებიც ციხეში არიან, მათ გამოუშვებენ? მით უმეტეს წინაპირობად ყოველთვის იყო ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს sapparlamento და უნდა გამოუშვან პოლიტპატიმრები და ქართული ოცნების ადმინისტრირებით აღარ უნდა ჩატარდეს არჩევნები. და რაზე ვთანხმდებით ახლა? იგივე სისტემა იყოს, იგივე გაყალბების მეთოდები იყოს და მარწმუნებს ახლა მე მამუკა ხაზარაძე რომ თურმე ამარჩეთა გიორგი გახარია კიდევ რომ თურმე ამარჩევნებში რაღაცა შედეგს მივიღებ. ვერაფერს ვერ მივიღებ. ლეგიტიმაციას მივცემ. დასავლეთს დავანახებ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ამდენი ხანია გვერდში გვიდგანან, რომ თურმე ამ ქვეყანაში არჩევნებს ვიღაცა აღიარებს. და როდესაც ხედავ რომ ორი დიდი პარტია არ შემოდის არჩევნებში, ერთი რანაირად უნდა მოიგო. დიახ. შესწევს თუ არა ოპოზიციას ბრძოლა? ბრძოლის უნარი შესწევს თუ არა ოპოზიციას? ოპოზიციას მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან. მაგრამ ოპოზიცია არის იმ უსუსურ მდგომარეობაში, სადაც სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, CESCO, ასევე ტელევიზიები, პროკურატურა, ხო, ესენი ჩამოვთვალე. ასევე კიდევ სხვა დანარჩენი ისინი, რა ქვია, ინსტიტუტები, სასამართლო, პროკურატურა, დანარჩენი რაღაცეები კიდე რაც არის ქვეყანაში, აღმასრულებელი, საკანონმდებლო წარმოადგენს ქართული ოცნება. ამ პირობებში ნებისმიერ დროს გაგიყალბებს, ვერ დაიცავს შენს ხმას. დიქტატორულ ქვეყანაში ვერასდროს ვერ იცავს ოპოზიცია ხმებს. ჩვენ არჩევნების თემას უნდა დავანებოთ თავი. ან ბიძინა ივანიშვილის ისეთი სანქციები უნდა დაადონ, რომ საერთოდ მას აღარ ქონდეს არანაირი ამბიცია პოლიტიკაში ყოფნის და გავიდეს, ან ამ ქვეყანაში ქუჩიდან უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის გაშვება ხელისუფლების სათავიდან. სხვა შემთხვევაში ოპოზიცია არის დამარცხებული და როდესაც პოლიტიკური პარტიები ამბობენ რომ უნდა შევიდნენ ამ არჩევნებში, მე მიჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ მათ უფრო მეტი ცოდნა აქვთ ჩემზე, მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. შესაბამისად, თუ მათ ჩემზე მეტი იციან და ისიც კარგად იციან, რომ გაუყალბებენ, რანაირად თანხმდებიან ამ თვითმარქვია არჩევნებს. ესე იგი, რაღაც გარიგება არსებობს სათავისოდ, არა ქვეყნისთვის. შესაბამისად, საბოლოოდ რომ თქვა, ამ არჩევნებში არ უნდა გავიდეს ოპოზიცია, თუ არ დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ნეიტრალური CESCO-თი და თუ კი პოლიტიკური პატიმრები არ გამოვლენ გარეთ. დიახ. როგორ არის კასპიის მუნიციპალიტეტში განწყობილი ხალხი ოპოზიციის მიმართ? მე ამ ბოლო დროს აღარ მქონია შეხება, მაგრამ წინა საარჩევნოდ ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ წინა საარჩევნოდ იყო 10 ოჯახში რომ მივდიოდით, საშუალოდ 7-8 ოჯახი ქართულ ოცნებას დედაზე აგინებდა. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ ახლა როგორ არის განწყობილი. მას შემდეგ დეკემბერში რაც მოხდა ხალხი როგორც დალეწეს, მაგის შემდეგ უფრო გაუარესდა ქართული ოცნების რეიტინგი. დიახ, ირაკლი ბოლოს ქართული ოცნება, რავი, ალბათ საკუთარ მშობლებსაც აღარ უნდათ თავიანთი შვილები, რომლებიც კენს ეყრიან. დიახ, ირაკლი ბოლოს რომ შევაჯამოთ, რას ეტყოდით კასპიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას? რას ვეტყოდი და ერთხელ მოვდივართ ამ ცხოვრებაში, ისევ ახალგაზრდებს მიმართავ, ნუ ვიქნებით ჩასწრულ მდგომარეობაში, იმ არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს და თითქოს მე ან ვინმეს შეგონებას ვაგონებ ვინმეს, ან ილიასებურის დავიწყე მე ქადაგება და ერის მამობა გადავწყვიტე, რა სისულელია კაცო. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ცხოვრებაში ერთი შანსი. შეიძლება რამდენიმე შანსიც გქონდეს და ეს კარგად ჩანს. დღესაც ეს შანსი არ დაგვიკარგავს. გვაქვს არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის და მონა რომელიც არ იბრძვის თავისუფლებისთვის ის ორმაგი მონობის ღირსია და ეს მრავალჯერ დამტკიცდა. თქვენ თუ იბრძოლებთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენ თუ იბრძოლებთ თქვენი მომავლისთვის, აუცილებლად გამოსწორდება მდგომარეობა. თქვენ თუ ფიქრობთ იმას, რომ ქუჩაში გამოსვლა და დროშის დაჭერა ეხავს და რაღაცა ქუჩური მენტალიტეტით შეაფასებთ აი ამ სამოქალაქო აქტს, მაშინ როგორც წეგან თქვი, თქვენი შვილები ცცხოვრობენ იმ სიბნელეში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, სადაც თვიდან თვემდე ფული არ გქონდეთ. და კასპში ერთადერთი გართობის საშუალება არის მანქანებით გატასავება, გამოტასავება, სააკაძის ძეგლზე, ძეგლთან დგომა, მანქანით და ბირჟაობა, სადაც ელემენტარული ფული არ გაქვთ, რომ გოგო დაპატიჟოთ კაფეში. თუმცა მაგის ფუფუნებაც არ არის კასპში, რომ
გაიარ გამოიარო სადმე. ეს არის კასპის რეალობა და კასპს აქვს შანსი იმისა, რომ ერთ-ერთი, ეს ხელისუფლების სტატისტიკა, ჩემი სტატისტიკა არ არის, სახსტატის მონაცემებით კასპი არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონი, ისა მუნიციპალიტეტი. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში ჩართვისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე. მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურვებ. შევხვდებით 4 შაბათს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.